ჩვენ დღეს თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან ერთად 58 აფხაზეთიდან დევნილ ბენეფიციარს გადავეცით ფუტკრის 370-ისა, რაც დადებითად აისახება ამ დევნილი ბენეფიციარების როგორც სოციალურ, ასევე ეკონომიკურ მდგომარეობაზე. აფხაზეთის მთავრობამ მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ჩვენი ბენეფიციარების ხარდაჭერას. Project aiming empowering farmers in Georgia is carried out by the government Autonomous Republic of Abkhazia and Turkish Cooperation and Coordination Agency, and we are very happy to be here today. This project is a gift from Turkish people to the Georgian people. Thank you for it. ეს თავის მხრივ შეუწყობს ხელს როგორც მეფუტკრეობის დარგის განვითარებას ზოგადად ერთ-ერთ პრიორიტეტული დარგის საქართველოში, ასევე დევნილების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. დღეს იყო ფინალური სტადია. კონკურსის საფუძველზე გაიმარჯვა 100 აპლიკანტიდან გაიმარჯვა 58 ბენეფიციარმა. დღეს იყო მათი დაჯილდოება ამ ინვენტარით, ანუ სკებითა და დატვირთული ფუტკრის ოჯახი და შესაბამისი ინვენტარებით გაფორმდა მათ ხელშეკრულებები. შესაბამისად, უკვე შემდგომში ჩატარდება კონტროლის მექანიზმები, როგორ ხორციელდება მათ მიერ საქმიანობა. მივიღე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განხორციელებულ პროგრამაში მონაწილეობა, გავიმარჯვე და მომცეს გადმომეცა ესე იგი 5 ფუტკრის ოჯახი თავის ზედასადგამიანად. ზუსტად ახლა ის დრო არის, როცა ფუტკარი მრავლდება და დამეხმარება ინვენტარი და ფუტკარიც შეწევნა იქნება. დიდი მადლობა.